ნათია თოფჩიძე არის უბრალო გოგო, ძალიან უბრალო უბნიდან, არასოდეს არავინ არ ყოლია გავლენიანი ან რაღაცა, რომ იყოს იქ, სადაც დღეს მე ვარ და რასაც მივახციე. მადლობა ჩემს მშობლებს, რომ საუკეთესო ყველაფერს არიშურებდნენ, რა თქმა უნდა, სწავლა-განათლებას, არც კი დამითვლია რამდენი ენა ვიცი. ენებთან ერთად საკმაოდ შრომელი ვარ. საოჯახო ბიზნესი გვაქვს. ჩვენ გვაქვს მაღაზიები. მე მოგზაურობ სტამბოლში, პეკინში, აი ალბათ ყველგან და გვაქვს საუკეთესო ხარისხის ტანსაცმელები, ტყავის ქურთუკები, აქსესუარები და ბეწვეულობა. ჩემი პოპულარობა ითვლის უფრო 15 წელს. თავიდან ამ ყველაფერს ვაკეთებდი უბრალოდ მეგობრებისთვის და მათ შემარქვეს ადამიანი დღესასწაული. ოღონდ ამ ყველაფერს ვიღაცისთვის რომ ვაკეთებდი, თუნდაც ივენთის დაგეგმვას, რაღაც ყოველთვის გამარჯობაც კი არ მიყვარს უბრალო. ამას ვაკეთებ მთელი გულით, სხვა რომ გავაბედნიერო და ჩემი დაქალის შვილების, ეს მეუბნებოდნენ, გთხოვ, შენ გამიკეთე და სულ გეგმავდი რაღაცებს, ოღონდ სადაც არ უნდა წავსულიყავი, ყოველთვის თან ვიღებდი, თან დებდი, ოღონდ მაშინ საერთოდ არც კი არსებობდა სიტყვა ინფლუენსერი, როგორც ეძახიან ახლა. და ადამიანებმა მე ახლობლებმა შემარქვეს ადამიანი დღესასწაული. შემდეგ პირველი ჩემი გამოცდილება იყო ესთეტიკის ცენტრი შვარცკოფი, არის ესეთი ბათუმში და ჩემი მეგობრის არის და გადავწყვიტე რომ დავხმარებოდი. ანუ რო დავეხმარე, ეს ჩემი იდეებით, სულ რაღაცეებს, ანუ სოციალურ ქსელში ვდებდი ძალიან ესთეტიურად და ლამაზად ამ ვარცხნილობებს, მეიქაპს, ეხლა რაც არის ანაქტუალური, მაშინ არც კი იცოდნენ საერთოდ ეს რა იყო. და აქედან დაიწყო ეს სხვამ რო ნახა მერე სხვამ უკვე შემოვიდა შემოთავაზებები, მახსოვს სანამ აქამდე მივიდოდი, პირველი იყო ესეთი რესტორანი მამამია. შემომთავაზეს იყავი ჩვენი მენეჯერიო პიარის. ეს არის ძალიან, ცოტა მოშორებით ცენტრალური ქალაქიდან ბათუმში. წარმოიდგინეთ, ისეთი ამბავი დავატრიალე, რომ ცენტრში რაც კი რესტორნები იყო, იქ არავინ არ მიდიოდა და ჩვენთან მოდიოდა ყველა. ანუ სასწაულებს ვაკეთებდი, ძალიან ისეთი ივენთებს, welcome drink-ებით, ეხლა რაც ყველგან არის, მაშინ უკვირდათ. სულ ლამაზი სამეგობრო მყავს, ლამაზ გოგონებს ვეპატიშებოდი, ამ ყველაფერს ვანთავსებდი, ესე იგი სოციალურ ქსელს და ამას რო ხედავდი, რა თქმა უნდა, მოდიოდნენ და აქედან დაიწყო. მე ინტერვიუ წავიკითხე, ხედავ შეყვარებული მყავს და მოძველებული ხულა. ცოტა რთულად ვართ აქ. პირად ცხოვრებაში ცოტა რთულად ვართ. წარმოიდგინეთ, ახლა რამდენი წელიც გავაჟღერე და კონკრეტულად ამ ადამიანს აქვს პრობლემა ამ ყველაფერთან. არის ზედმეტად ეჭვიანი და არ უნდა მე საერთოდ რო ვჩანდე. მას უყვარს რომ ხედავდეს ამპლუაში, სადაც მე ვარ სამზარეულოში და ვაცხო, უნდა ხაჭაპურები. არა და ამ ყველაფრით ხო შეიძლება რომ შეათავსოს ადამიანმა და იმიტომ რომ თუ ადამიანი რეალურად გიყვარს, როცა ხედავ რომ ბედნიერია იმ ყველაფრით, შენს უნდა გაუგო. მე ასე ვთვლი. თან ამ ყველაფერს მე არ ვაკეთებ ანაზღაურების გამო. ეს ყველაფერი მიყვარს, რასაც ვაკეთებ, სხვების გაბედნიერება. დაშორებულები ხართ ახლა როგორც? კი. რამდენი ხანია ეს დაშორებულები ხართ? ოფიციალურად დაშორებულები ვართ, ალბათ 3 წელზე მეტია. მაგრამ არის ხოლმე, როცა მე ვაწყობ კონცერტებს ან ივენთებს, რა თქმა უნდა, ის ხედავს ალბათ ყველა გვერდზე ჩემი რეკლამა დევს, არ არსებობს გონი კომპანია აჭარაში, რომელსაც მე ვერ ვარეკლამებ და როცა ადამიანი ხედავს და აქვს რაღაც გრძნობა შერჩენილი, რა თქმა უნდა, შემთხვევით მოდის იქ და გვაქვს ხოლმე საუბრობი, ოღონდ ყოველთვის ერთ და იმავე წრეზე ვბრუნავთ. მე ესე ვფიქრობ, როცა რაღაცას ადამიანი უკრძალავს, ალბათ თავად აშავებს სადღაც თავის ყოველდღიურობაში და მის ირგვლივ რაც ხდება და როგორ ადამიანებთანაც აქვს კონტაქტი, გონია რომ სხვა ადამიანიც იგივე შესაძლებლობებით იმ შეცდომას დაუშვებს. ეს არის ერთგვარი კომპლექსი. არის ხოლმე ადამიანების კატეგორია, არც კი იცნობენ და აი რაღაცა კომენტარებს წერენ, ეს ამას ესე იზამდა, ეს იმას მაგაზე ყოველთვის მაქვს ერთი პასუხი. ყველა ადამიანი სხვა ადამიანს აფასებს თავისი
ცხოვრებიდან გამომდინარე, იგივე შესაძლებლობებით, იგივე სამყაროში რო იყოს და თუნდაც ვარ სკოლებში. ესე იგი ის იმდენად სუსტია, რომ ესე ვთქვათ, იკადრებს რაღაცას, რაც მას შინაგანად აშინებს და რაზეც აქვს პრეტენზია. იცით რა არის? მე მქონდა ამაზე ერთ პატარა რგოლი ჩაწერილი, მე 15 წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა. და მომიწია ძალიან ბევრი პასუხისმგებლობის თავზე აღება. დედა ჩემს ვეხმარები ყველაფერში, ასევე ვარ მარტოხელა დედა. იქედან გამომდინარე, გვინდა თუ არა გვიწევს ქალებს, რომ ვიყოთ ძლიერები. და ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის, რომ ჩემს შვილს ყველაფერი საუკეთესო კონდეს და მეც ყველაზე პირველი არის საკუთარი თავის განვითარება, რომ არ იყოს სხვა ადამიანზე დამოკიდებული. მე მაგალითად არ მესმის იმ ქალების, ვინც რაღაცეების გამო, აი უპირველესად გეგმავენ, რომ აი სარფიანად გათხოვდნენ და აი ქმარმა არ ჩინოს, იმიტომ რომ გარანტირებული არავის არ აქვს ხვალინდელი დღე. მე მირჩევნია ჩემი მქონდეს ყველაფერი, არავის წამოსაძახებელი არაფერი არ მქონდეს და ჩემი განწყობა სხვა ადამიანზე არ იყოს დამოკიდებული. აი მაგალითად ელემენტარული არის მამაკაცების კატეგორია, მეგობრებსაც შერჩევით უტოვებენ ცოლებს, შეყვარებულებს, ასე შემდეგ. ან რაც უფრო დაეთანხმები ყველაფერზე, ფეხებ ქვეშ გაეგები ყველაფერს აუსრულებ, ყოველთვის მეტი და მეტი უნდა და ვერ კმაყოფილდება და როცა თავად უფრო კარგ გარემოში მოხდება რაღაცა, წამში გაგყიდის და შენ რჩები სად? იმ ყველა მეგობრების გარეშე, ვინც მართლა გულით იყო შენთან და ყოველთვის რჩებო და გვერდით, როცა შენ გული გტკიოდა, განუგეშებდა და ხარ არაფრის გარეშე, არც სამსახური, არაფერი, არც მეგობარი და რა გამოვიდა? ხო გქონდა პირადად ეგეთი გამოცდილება. რასაც ახლა ნანო. ჩემს ცხოვრებაში არაფერს არ ვნანობ. ერთადერთი ვნანობ იმას, რომ ჩემო მშობლებმა გამზარდეს ძალიან დიდ სიყვარულში და აქედან გამომდინარე ყოველთვის ადრე რა თქმა უნდა, ყველა მეგონა რომ არის ჩემნაირი. და ყოველთვის დადებითად ვაფასებდი ყველაფერს, სანამ ძალიან ბევრჯერ არ მოვიმტვრიე ცხვირპირი, არ გამიტყდა გული, არ მეტკინა. ეხლა 40 წლის ვარ და ეხლა მივხვდი, რომ ვარ სარკე. ვინ როგორც მომექცევა, იმას ვაბრუნებ ასმაგად. აღარა ვარ ის სულელი. რატო დაგენგრა ოჯახი? მაშინ ვიყავით ძალიან პატარები. 19 წლის გავხდი, როცა უკვე ჩემი შვილი შემეძინა. თვითონაც არ იყო ესე ვთქვათ იმდენად დიდი და ძალიან ბევრ ამას შევეჯახეთ. უპირველესად იმას, რომ ეს სხვათა შორის არასდროს არსად არ გამიშღერებია. ჩემი შვილი დაიბადა გიდროცეფალით. რაღაც ბევრი ნერვიულობები და რაღაცეები იყო, რაც გადავიტანა ფეხმძიმობის დროს და ჩემი შვილი დაიბადა კილო 400. ხო, ძალიან ბევრი რაღაცეები იყო, აი წარმოიდგინე წელი ვცხოვრობდით საავადმყოფოში. და ეს იმდენ თანხებთან იყო დაკავშირებული, დედა ჩემი რომ არა დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი, არც მე და არც ჩემი შვილი და გარდა ამისა, წარმოიდგინე ეხლა უჭირთ რაიმე დიაგნოზის დასმა და მაშინ წარმოიდგინე რომელი წელი იყო 2004 საუკეთესო ექიმები თბილისშიც კი პროფესორები მეუბნებოდნენ, რომ ეს ბავშვი არ ივარგებსო, დავჭრათო, გამოვიყავი ზუსტად ესე. მაგრამ მე ვარ ძალიან ჯიუტი, ძალიან. აი მეუბნებოდნენ, რომ ვერ გაივლის ესე ყველაფერი გადამიწურეს და მე არავის არ მოусმინე და დღეს ის არის უჭკვიანესი. ის დაბადების მერე გითხეს თუ მუცელში? მუცელში უკვე. აი მაშინ იყო ახლად გამოგონილი ეს სურათებივით, რომ აძლევდნენ, რომ აი რომ გაიგოს სქესი. წარმოიდგინე და მივედი უბრალოდ სულეთ რომ გადამეყო, თორე ესეც სურათს არ ველოდებოდი, რეებსაც მეტყოდნენ და დღეს ვინც კი იცნობს, ყველა მიცის, როგორი აღზრდილი ბიჭია, 21 წლის არის, ეხლა მე-4 კურსზე სწავლობს თბილისში საერთაშორისო ურთიერთობებზე და ჩემს ცხოვრებაში არაფერს არ ვნანობ. ალბათ იმიტომ, რომ არ ვუსმენ იმ ხალხს, პროფესორებსაც, ვინც რაღაცას მეუბნება, რომ ესე იქნება. ბავშვი რო დაიბადა, ქონდა ეს პრობლემა ესე ხდა? ძალიან ბევრი პრობლემები ქონდა. დღეს მაგალითად მაგ დიაგნოზით არის ალბათ 5%, ვისაც შუნტირება ჭირდება და ჩემს შვილს არაფერი არ დაჭირდა. მაშინ იყო დიმა აბელაშვილი, იაშვილის კლინიკაში, ის ადამიანი არ ვიცი, საოცრება იყო. სხვათა შორის მოუნათლეთ, იმიტომ რომ გვეგონა არ გადარჩებოდა და ნათლობისას მღვდელმა არც კი ძალა ქონდა კილო 400 ხა წარმოიდგინე, ყველაზე პატარა ზომის ახალშობილის ტანსაცმელი წინ და ქონდა მთლიანად ტანზე.
და მოუნათლეთ და აი საოცრება მოხდა, მღვდელმა რო უნდა ეცხოს ზეთი თავისით, ამას რო ძალა არ ქონდა და ზონდით იყო, ფეხი გამოწია თავისით. და იმ დღის მერე აი მართლა ყველა ცხოვრება შეიცვალა, ჩემი შვილისაც, ჩემიც, რა ვიცი.